ბიჭო ძრავს ხინკლის წვენი გახუჭე? გამარჯობა მეგობრებო. ჩვენ დავბრუნდით. დღეს მივდივართ გველეთის ჩანჩქერზე საცოცად. ეხლა ვართ დათოსთან და ველოდებით რუი გამოვიდა. და ჯერ ისევ თბილისში ვართ, მერე გავუვიდით თენგოს და დავიძრებით. იმედია გველეთში ყინული დაგვიდება. და განახებთ ახლა. კიდე შემოგიერთდებით დიდან. გამარჯობათ სიმპათიური ბიჭი უკანასკნელიდან. გაჩერდი ბიჭო. არ განახებთ დათოსაც ცხოვრობს, იმიტომ რომ ერთ თაყვანისმცემლებმა არ მოაკითხონ და შეაწუხონ, ისედაც რიგი დგას ხოლმე აქ თუ. მართალია მადლობა. დღეს ვეცდები კამერაში. საინტერესო რაღაცებს გაჩვენებ, იმიტომ რომ მე უკეთესად ცოცავ. ისინი ზე. მოკლედ მეგობრებო, ჩვენ ხო გვაქვს ყელა, რომ თუ სადმე მივდივართ, აუცილებლად რაღაც ემართება მანქანას. დღეს მაგალითად Ford Escape-ში არ ვართ, Subaru-ს წამოვედით, მაგრამ გაზზე აქვს პერებოი, არ ვიცი ქართულად როგორ არის. ამე მექანიკი. თუ ვინმე მიცით დამიწერეთ. და გადავიდნენ, ნახულობენ რა ჭირს, იმედია რომ მარტივია, იმიტომ რომ მალე გასწორდეს. ვინმე კარგი შელოცვა თუ იცით, რომელიც მანქანების გაფუჭებას შველის, გითხარით. გამართული მანქანები სამწუხაროდ არ გვყავს, იმიტომ რომ ღარიბები ვართ. მაგრამ რა, ციკრებს ხარ რამე მიმუშაოს. ბიჭო მის გარეშე არა მამენ ჩავარჩო აი ეს რჩება რა ყველაფერი კარგად მემდილი რჩება დანა პროფესიონალები ვარ შეკრებილი რავი 9 წლიანი გამოცდილება აქვს მანქანების შეკრების არის ვასკას 7 წლიანი მე მოძერე ხავსო დანა ანა გააძრეთ ამას უნდა ჩავჭო. მოკლედ, მანქანა გავაჩერეთ და ვაგრძელებთ ფეხით სიარულს, ახლა თოკებს აბამენ, რომ გავაგრძელოთ სიარული. Марта за Ноябрьскую. და წავალთ, არ გვაქვს ცოტა სასიარულო, თან ქვემოთ შევამჩნიეთ, რომ საცოცად ემზადებულია სხვებიც და აპირებენ ამოსვლას, ამიტომ ვცდილობთ, რომ გავასწროთ. და პირველებმა თოკი ჩვენ დავკიდოთ. და მოკლედ შემოგიერთდებით კიდე სხვა განახილებით. ივა, ორლია. და იმედია ჩანჩქერი კარგ მდგომარეობაში დაგვხდება. მინდა გამარავით უკვე ტრიაპები. იმიტომ რომ იქ treba მეზარება. და გზიდანაც შემოგიერთდებით კიდევ. მოგესალმებათ ბიჭი უკანასკნელიდან. დღეს მე მექნება მთავარი მისია. ყინულზე ცოცვას რო ვაპირებთ, რომელიც ჩანს. წავიდე ხა თოკი დავკიდო. აი ამ კლდეების თავზე. შორი გზა მაქვს. და სწორია. ვიღაცებს უნდა მოვასწრო. მე ყინულზე დავეშვები. მე დავიწყებ ცოცვას. მოგდეთ. თოვლისგან გადკეპნილი. აი მხებზე მოვდივარ. რაც საერთოდ არ არის სიამოვნო. აი ეს ხალხო მოვიარე. უზრდელი თანამდებობისათვის შეუფერებელი. მალე ეს კლდე მორჩება. და მე გადავაყილ ყინულთან და დავიწყებ დაშვებას. ვა აი იქ ჩავალ და იქიდან უკვე ჩანჩქერის თავზე ვიქნები. აქ უნდა წყილად ჩავწოდე. შეიძლება აჩქარებ. საჭიდებიდან არ მაქვს. ჩემი წრიაპების იმეცეო.
ჩამოვედი. ვახტარო ჩამოვარდი აუდიტი მომიდო და რა შეიძლება რაღაცა ვიტკინო. და მე ჩასვლა აქედან ზართული იქნება. Leši samārtals īcāvs, subzakīdī akātā. Redzināvs mani vīcāvs, nīcis mēgo breškātā. Nīdzābu, nīdzābu. Hei, vodi. Am თოქზე თოქს დავკიდე. რა ვაკინოს თავზე. მე ახალ სადგურს ავაწყობ და დავეშოვი. შემდეგს დაჭირდა. ამოვედით გველებზე, მე ვიღებ ჩემი კამერით, იმიტომ რომ GoPro აიღო დათომ. GPS-ი რა? ჩვენ უნდა გავაფრინოთ დრონი. GPS-ი რა? ჩანჩქერი დაგვდა. ცოტა გახსნილია, მაგრამ გახსნილი გაქვს ჩემო კარგო არხი, გარკვეული კოსმოსური არხი არის გახსნილი. 4 არ 2. ნორმალური არის. დაიჭერს. დასვა წავიდა რა თოპი და კიდოს და უჩი. დავიწყოთ შემდეგ ცოტას. დღეს ალბათ ბევრს ვერაფერს მოვასწრებთ, მაგრამ გვაქვს ხვალინდელი დღეც და ხვალ უკეთესად მთელი დღე გვექნება თოქს დავტოვებთ დაკიდებულს. ბევრი ხალხი არ არის საბედნიეროდ. ყოველდღიანი არიან, არ ვიცი, კონცენტრირებენ და ავტომატურად შემოგიერთდებით კიდევ ახალცილობ რომ ხელით გაუსვათ დრონი. დავიდა. Hey Bonnie, Avery, I miss you girls. Fuck me, this is suave. შენ გაგიმარჯოს. გაგიმარჯოს დავით. დათვარი აქ და შაშანდელს ვამეორებ. ისე ოღონდ ამჯერად მადლობა გადაგიტანე. გავმარჯობა. მეგობრებო, დღეს უკვე მეორე დღე არის. მოვედით იქ ადგილზე, სადაც მანქანა უნდა დავტოვოთ და ვეზადებით, რომ გავაგრძელოთ ფეხით დასვა. მე ძალიან მეძლევა. ვასკამაც მასწრიებებს.
მონები აფათ მონები არცივა გავიყინეთ და დასხავი თოკი უნდა ჩამოაგდოს. ეხლა ეშვება უკვე გასკარბებს და აი დათო მაჩეფიდი გულკა მინ 14 გრადუსია როგორც ტელეფონი მიწერს და რაჩი იმედია მაინც ავხსოვე მე გავიყინებ. მონები უკან არის ხალხო ტური ყავს ამოყვანილი და ვერ დადიან საერთოდ და ვასკამაკ გაუპრია და გზა უფრო გაუსრიკინა. თურმე უყურებთ მანდიდან ბოდიში არ გვაგინოთ. მოკლედ დედა ჩემთან შემოვიარეთ გუდაურში და ხინკალი გამოგვატანა და სანამ გაციუდება მაგია. ჯავში ჩავა. ბიჭო, დრავს ხინკლის წვენი გაახვიჭე? არა, აია.